ეს არის არტურას ვლოგი რა. ამათ კიდე ბეჭდის მოგება უნდა ნახე რა აკეთებს. შენ დაყურებელ ფოტოს და არ მაგარი კლიპი გადამიღო ამგან. ეს პრინცესა ლოლა Queen ხდებაო. დო ჩემი სპონსორი მაკაფე უნდა გახდეს. განა იმათმა გადათ მე გადავწყვიტე. ბიჭო, გული არ უნდა იყოს? არა, არ უნდა ამათ კიდე ბეჭდის მოგება უნდა ნახე რა აკეთებს. აიმე ძალიან ხმაურია. დღესაც საჯობა. დღესაც შეიძლება საჯობა. შენ მაყურებელს უთხარი რამე. შენ მაყურებელს ვეთქირო და არ მაგარი კლიპი გადამიღო ამგან. ბიჭო, ჩვენს მას ისევ შეიტენა საჯობა ხო ხედავ? მართლა? ყველაზე კაი ხმის ინჟინერი მსოფლიოში. განა საქართველოში ყველგან, ვაფშე მსოფლიოში. რამე რჩება მოგვეცი ხმაზე უკეთესი რომ გქონდეს ვლოგებში. რამე სხვა ბრენდზე ხარ გადაგჭი. ბიჭო, როდია. მიქსინგი. აი მიქსინგი. ჩვენ გოიმები ვართ, არ ვიცი ხმა. დამუშავება, ცოტა მეტი დამუშავება რაღაცებს. დაშე, ოკეი. ყველა მიკროფონი და გამოიყვან რაღაცას. ხო, აი ჩვენ პროექტში ესეთი კაი ხმა რო გვაქვს. მადლობა ვის? ლაშას. და არტურას ვიზუალი შენ არ გექონოს რო აქ კომანდა შეთქმულე. Dottamo che parlo dare cameshi e che depressia da gai pare mi dai chi ti ne cerca tu da morte pare cameshi ახალგაზრდებო. პაპიროსი არ მოციოთ. ვეძებთ ვასილასთვის ცოლს. ლამაზ, მაღალს. ნაკლებად ხმაურიას, დაბალ დეციბალზე რომ მუშაობდეს. სასურველია ფულიანს. სასურველია ფული არ მაინტერესებს. თავარია დაბალ დეციბალზე მუშაობდეს და მაღალი ოქტანობა ქონდეს საწოვი. აი ერთი ლამაზი ქერა. ცისფერ თვალება გოგო არის ხუჭუჭა. იცი რას გეტყვი? რას მეტყვი? დღეს გეტყვით ერთ რამეს. ჩემო კარგო მეგობრებო. დღეს პრინცესა ლოლა Queen ხდება. დღეს პრინცესა ლოლა Queen ხდებაო. ოკეი. This is ჭრარი გაკეთე პირდაპირ. აბა ჩაცმულობით თუ მიხვდებით ეს ვინ არის? აი ეს ჰა ეს შავალია თუ დაუჭირო ახალი. რა ახალი თო? ან ჩვენ რაღაცაა ჩემი რა. ხო. ბიჭო თუ გექნება აი ჯიბეებიანი ოპერატორების შარვალი იქნება ძალიან კაი. ხო. აი შავალი წამოვიდა. რაცმა. რო. მაისა ბიჭო ხმა წაიღე თო თუ ხმიანი. მე მგონა ამაზე. ჩემზე იბაზრ, ან ჩემზე აბაზრე. შენზე ვაბაზრო არა აი. აი. მოკლედ თესლობა დავითრიე წავიდა. ეს არის არტურას ვლოგი რა. ჩემი ინსტაგრამი იქნება აღწერაში, ეგრე რომ გადმოდის. აქ სკაი ბაზრობს ხა რა. Bravo, bravo, bravo.
ბრავო, არ მომისმენია, მაგრამ კაი იქნებოდა, ეხლა მჯერა ბოლო. მოყლევდებოდი. ხო, ხო, ის. ანდა არა. არტურა. თავიდან ვიფიქრე, რომ მე არტურო ვარ და არტურას ვიყიდი თქო. იმედია. არა, არ იცი შენ, ჩემი ამბავი? გადაო, მაკლარენ არტურა ბიჭო. ნახარი ნატურა. აი ზო, არ გაგაკატავებ. მაკლარენ არტურა არსებობს ეგეთი მანქანა. ოკეი. სპორტკარია, ჰიპერკარია. მე და ნიკო ნერვიულობთ. აგი ნიკო. აგერ მე ვარ. ეს განაჩება შუაში. შუაში არა. იმედია გაამართლებს. რაღაც ცვლილებები გავაკეთეთ და ეხლა წარმატებები მე მონტაჟს არ ვაკეთებ, როგორც იცით, ასე რომ flows ივენთების ვიდეოებში რამე თუ არ მოგწონთ. არა, გადაულ ყველაფერი კარგად არის. გაფერადებას დაჭირდება პოსტი ცოტა მეტი დრო მე ასე ვფიქრობ. ცოტა მეტი დრო, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად გადავიღებთ ყველაფერს რა. ესე გადაწყდა დღეს. მაგრამ ხო იცი, ექსპერიმენტებში არის მთელი მუღამი რა. ამდენი ექსპერიმენტი რო არ გავუკეთებინა, მე მგონი PP Flow-მდე ვერს მივიდოდით რა. თავიდან რო დავიწყეთ, პირველი ბეთლი რო დავდეთ, ხალხს არ მოეწონა რა, რაღაცა ბანძობებს იძახდნენ, მაგრამ მე ნელა დაამუღამეს. აი PP Flow-მზეც ზუსტად იგივე მოხდა. პირველივე ბეთლი რაც დავდეთ, ხალხმა რაღაც ბანძობები დაწერა, მაგრამ მე დაამუღამე და ეხლა კიდე იმხელა დიდი ინტერესით ელოდება და მოდის ხალხი რო რავი რა. მგონი ამას რო ჩავამთავრებთ, ეგრევე დავიწყებთ ახალ სეზონს. ხო, და აქვე მადლობა ვასილას, იმიტომ რომ ჩემი ერთგულია და ყოველთვის შემგვერთ არის. მე და ვასილა სულ ვაპირებთ რაღაც ახალ კონტენტს, მაგრამ ვერ მივედით მაგამდე რატომღაც. ან ისევ ძველს გავაგზავნებთ. გიორგი უხასიათოდ არის და წავიდეთ მივხედოთ ცენტრალურ კამერას. სხვათა შორის ხალხმა იმდენჯერ ტვინი წაიღო, რომ ვერ ხედავთ ბეთლებს, დავამატეთ ჩემი სახე დავამატეთ ახლოდან. დავამატეთ ცენტრალური კამერა, რომელიც ლაივში გადის და ხალხი უკვე უყურებს დიდ მონიტორზე თუ ვინ როგორ ჟადსეკვებს აკეთებს. What? 4K porn. 4K porn? 4K porn, yes. აუ, მაგარი რაღაცა მაქვს მოფიქრებული და უიტუბ-ნა გავაკეთო. Car porn, ხო იცი? რაც არის. ხო, აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ახლა მოვალში დავიწყებთ car porn ვიდეოების გადაღებას. მაგრამ სხვა გაგებით car porn. აი, ჩვენი ბექსეჯი ესეთი ლამაზია, ყოველთვის. იოდა. დავაყენებ, შევაერთებ. всё. მე ხوار მეძახნი. გვინმე ხომ არ იმასაქმე, რა? ბიჭო, ხო იასნა? აუ, აი ისე ფლექსი ჩვენი, რომ ჩვეულებრივ ჯად ესეთ ვლოგებს, აუ, ჯამათი. ხო ფლექსია, რომ ჩვეულებრივ ესე რენდომ ვლოგებს ვიღებთ სინემა კამერით. კი. და სინემატიკ ვლოგებს დავიწყებთ მე და არტურას ხანში. დროს გამოვნახავთ და აი ნოლა ტარანტინო და რაღაცეები რო კარგი ბიჭო. ხო, ისა ხახნო. ტარანტინო. No. სიგარეტი არ მოწიო, ცუდია. არა. ვინც არ იცით რა, ეს არის VIP სივრცე ჩვენი. ასე რომ შემდეგ ივენთებზე შეგიძლიათ პირდაპირ ეს ბილეთები იყიდო და უყუროთ ზემოდან. მოდი. აი ეს არის სულ რაღაც additional
30 ლარით მეტი, აი ესეთი დესკი ხედი გაქვს. ხო ჟანს? მოდი ახლა კიდე. აი, ეს იყიდოს მე დაპლანირდა. ეგეც არის. მაშინ ახალი დარბაზი მჭირდება. დაგვიდონატეთ ახალი დარბაზისთვის. აგე პულტიც მოგვიმზადა იოდამ. ეხლა კითხვა მაქვს, გაინტერესებთ თუ არა მაფიის ღამის შოუდან ჩვენი ვლოგი, თუ გაინტერესებთ საერთოდ, ახალი სეზონი დაწყებულია უკვე 3 სერია გავიდა და თუ გაინტერესებთ, მანდ შეგვიძლია ვქნათ. ხო შეგვიძლია, ვასილ? ეს ხო, ვასილაც თანახმაა და ჩვენ შეგვიძლია მაგიც ვქნათ. всё, ეგ არის. აქ ბევრი სალაპარაკო არ არის, იმიტომ რომ ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რაც წინა ივენთებზე, ერთადერთი რაც შევცვალეთ, კი ნახეთ, აი განათებაა და ცოტა განსხვავებული გამოსახულება გექნებათ. დალშე თითქმის ყველაფერი ერთი და იგივეა. ესეთი იდეა მაქვს, ვინმეს თუ გაინტერესებთ, თუ გინდათ რომ ვიდეო ტუტორიალები YouTube-ზე, ზოგადად production-ზე და თუ როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თუ გინდათ რომ ჩავწეროთ, ეგეც რავი დაწერეთ, მოიწერეთ, გითხარით, შეგვეთყობინეთ, შეიძლება ჩავწეროთ ეგეთ ვიდეოებიც რა. და მალე სტუდიაც გვექნება. ერთ თვეში დასრულდება Flows სტუდიო, სადაც გადავბარგდებით საბოლოოდ და იქიდან ვიმუშავებთ და შეგეძლებათ ახალ მომავალში პროფესიონალურად ჩაწეროთ ტრეკები, სტუდიური, დამიქსოთ, დაედიტოთ, ასევე საპოდკასტე სივრცე გვექნება, გადასაღების სივრცეები და მეგონი ძალიან ბევრი კაი კოლაბორაცია გვექნება თქვენთან, მაყურებელო, თუ პოტენციალურ სპონსორო. ჩემი ხმა იწერება და აქვე კითხვა არის და რჩება ვასილას რა კონტენტი გააკეთოს ვასილამაც თავის არხზე. ვასილ, შენ ისი გაკეთება გინდა? კაი, ვასილო რაღაცა ცუდი გითხრა და ეგ არ გვინდა. აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს ყველას, Subway-ს, Krokos, Tex-Mex, რომ ჩვენ გვერდში გვიდგანან. აი ამ ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენს გავიზარდეთ და ბევრად კაი რაღაცები გამოგვდის უკვე რა. ეხლა თავს ვიქებთ, მაგრამ მართლა კაია. მე უკვე ძალიან ვამაყობ, აი ისეთი ვამაყობდი, მაგრამ ეხლა ძალიან ვამაყობ ამ ჩვენი პროექტით. და რაც თავარია ამ პროექტის ნაწილი რომ გავხდი უკვე ეს ბოლო რამოდენიმე წელია და აი აქ ცერმი დამახატე რა. შუქი გვაქვს. აღარ გვაქვს. აი მოსკა აქვს, აიცა. არა, მოსკა, აი ხა წარმოიდგინე უცებ მილიონერი ხარ და პირველ რა კეთილ საქმეს გააკეთებდი. ძიმე დაავადებულ ხალხს ჩაურიცხავდი აუცილებლად ნახევარს. აი აქ შარავანდი უნდა გაიჩიტოს ეს. მაინც. გამარჯობა. მაშინ ნიკოს კითხავთ. ეხლა უცებ მილიონერი რო იყო, ერთ მთავარ კეთილ საქმეს რას გააკეთებდი ეგრევე. ეგრევე ძმა ბავშვებს ვაჭმევდი ბევრს და ძაღლებს. აი, კაი ადამიანია, ძალიან. იქიდან დამჭება ძმა მე. ჭკვიანი კაცია. მე ძალიან მინდა საბავშვო სპორტული, ავტომრბოლელთა სპორტული აკადემიის გახსნა. სადაც უფასოდ ვასწავლი ნიჭიერ მრბოლელ ბავშვებს, რა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ვიცი ძალიან ბევრი სპორტსმენი ამოყვარული, ისე უბრალოდ საშუალება არა აქვს ამის და აი ძალიან კაი თაობას გავზრდილი რა. იცი ჩვენი გადაცემა? ვერსუსები. აი მე და ვასილო ვიყავით. მაშინ გამხდარი ვიყავი და შეიძლება ვერ მიცნო. მეც. არა, ეგეთი გამხდარიც არ ვიყავ. აი მან კაი საქმეს ვაკეთებ. რამოდენიმე ეპიზოდი პერასზე გავხმები იყო ძმა ვჭამდით. არა, მე ანუ social social ექსპერიმენტები და რაღაცები. ხო, ეგენი კაი იყო. ოსნა სულ ერავინ არ მოხდა და ყალეზე დავიკიდეთ მე. აი ეს ვასილა იყო. სამწუხაროდ ვასილამ დამტოვა. ცოტა ვერ იყო და მე გავაგზავნებ ესე. რავი, 20 წუთი რჩება ბეთამდე და უკვე ძალიან დაღლილი ვარ დილიდან. ფეხზე დილიდან შრომაში, მაგრამ ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ. აი იქ შუაში dance floor-ზე როგორც კი გავიჩნდები, ეგრევე მომეხსნება მთელი დაგლობა და მეტი პოზიტიური ემოცია და მეტი кайფი რა. შევხვდებით უკვე იქ.
მე ესეთი ბეთლი არ მინახო, ბეთლები. დამად, ხო ეგრეა? მე დაჟე ამაზე უკეთესი ბეთლები მინახავს, მაგალითად ელეს და ტოტოს ბეთლი პირველ სეზონში. თავი დამანდები, ძალიან მაგარი იყო, ძალიან. არა, იყო, კი. მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები. კი. ესე ბეთლი არ გადაგვიღია რასა. სექსუალურიო, ბიჭო, ის. მობილურის კადრებისთვის ბოდიში, მაგრამ იმედია გაგისწორდებათ რა. დღევანდელი დღე იყო. მადლობა ბიჭებს, ყველას, მადლობა production teams. ლუკა ცოცხალია, არსად არ გადამხდარა. ხო, გადარჩა ეს რა. და სვანას მადლობა. ძალიან გაასწორა შენთან მუშაობა. Всё. Чао.